ამ ვიდეოზე ნახავთ, როგორ ხედავენ ადამიანები სხვადასხვა სიდიდის მინუსით თვალში. ეს არის -1 და ოდნავ გაბლარულია, როგორც ხედავთ. -2-ზე უკვე რთული ხდება სახეების გარჩევა. შეხედეთ, -5 რამხელა განსხვავებას იძლევა და -8-ზე საერთოდ მხედველობა გართულებულია. აი ამ სქემაზე კი ნახავთ, რა ხდება მინუსის დროს თვალში, ანუ რა პათოლოგიური ცვლილებები ხდება ამ დროს. აი აქ ზემოთ როგორც ხედავთ, ეს არის ნორმალური ხედვა და ნორმალური მხედველობის დროს საგანი ბადურაზე კონცენტრირდება ერთ წერტილში და ზუსტად იქ, სადაც ყველაზე მკვეთრია ჩვენი მხედველობა. რაც შეეხება მინუს დიოპტრიებში, მინუსი ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ახლომხედველები, ანუ ახლოს მდებარე საგნებს კარგად აღვიქვამთ, მაგრამ შორს მდებარე საგნებს ვერ აღვიქვამთ ისე მკვეთრად, როგორც ნორმალური მხედველობის დროს. ამ შემთხვევაში მეორე ხაზზე ხედავთ, რა ხდება ახლომხედველობის დროს და ამ დროს საგანი, რომელიც აირეკლება, არა ბადურაზე, არამედ ბადურის წინ ფოკუსირდება და შესაბამისად, ამიტომ არის ჩვენი მხედველობა ესე გაბლარული. მესამე ხაზზე კი ხედავთ, რა ხდება კორექტურის დროს, ანუ ადამიანი, როდესაც სათვალეს ატარებს და როგორც ხედავთ, ის ფოკუსირების წერტილი, რომელიც ახლომხედველებში იყო ბადურის წინ, გადაინაცვლებს ისე უკან და კონცენტრულად აღიბეჭდება ბადურაზე.